რა არის ადიქციური დეპრესია? დილამშვიდობის მეგობრებო, ხშირად მეკითხებიან ნარკოტიკს თავი დავანებე და რამდენ ხანში ვიქნები კარგად. ზუსტად ეგ არის მეგობრებო, რა არის ხო ადიქციური დეპრესია? ეს არის მდგომარეობა, როდესაც თავს გრძნობ სუსტად, არ გაქვს არაფრის ხასიათი, ეგრეთ წოდებული მუღამი. გონია რომ მორჩა სამყარო დამთავრდა. მორჩა აღარ არის ნარკოტიკი და მორჩა ივსუ მთელი ცხოვრება ეგრე იქნები უძლური, უხასიათოდ. მაგრამ ტყუილია მეგობრებო, ეგ არის დროებითი მდგომარეობა. ჩათვალეთ თქვენი ტვინი ყოველდღე ღებულობდა დოფამინს, ენდორფინს, სერატონინს, ყველა ჰორმონს, რაც ადამიანს კარგად ხდის, ნარკოტიკები თამაშით სასმელით. და შეუწყვიდეთ ხო უცებ, არ იცის ტვინმა მეტი სხვანაირად როგორ გახდეს კარგად. თქვენი ბრალიც არ არის ხო, ეს უბრალოდ ტვინი რაღაცაზე დასწავლილია და ყოველდღე ელოდება სუროგატებს რომ კარგად იყოს. მაგრამ ეს ტვინად როგორც მახსენეთ, დროებითია მეგობრებო და თავისით კიდე არ ჩაივლის. ყოველთვის ვიძახი ვიდეოებშიც, ლაივებშიც, რომ ჭირდებათ პროფილაქტიკა, ჭირდებათ თერაპია. დილიდან ჭირდებათ კონტრასტული შხაპი, სწორი კვება, მადლიერების გამოხატვა სიტყვები, თუნდაც რველში დაწერა, ლოცვა, ვარჯიში, სწორი დღის გეგმა, რას ვაპირებ, თუნდაც არ მუშაობ და არაფერი არ მაქვს საქმე, მაშინ უფრო მჭირდება დღის გეგმა, რომ რაღაც წიგნს წავიკითხავ, ცოტას ვივარჯიშებ, ცოტას რაღაც საოჯახო საქმეებში ჩავერთვები, ფეხით გავისეირნებ. ასევე მნიშვნელოვანი მეგობრებო, თერაპიის დაწყება ფსიქოთერაპევტთან იქნება თუ დამოკიდებულების კონსულტანტთან. არ აქვს მნიშვნელობა, მოკლედ პროფილაქტიკა და თერაპია დაეხმარება ისე თქვენ ტვინს, რომ დაიწყოს ბუნებრივად იმ ჰორმონების გამოყოფა, რაც დაასწავლეთ წლების განმავლობაში, ეს იქნებოდა ნარკოტიკით, სასმელით თუ აზარტული თამაშებით. მაგრამ მეგობრებო, ახლა ვინც უყურებთ ამ ვიდეოს და ვინც მიატოვეთ, დაანებეთ თავი ნარკოტიკს, თამაშს, სასმელს და თავს გრძნობთ ცუდად, მერწმუნეთ მეგობრებო, ეს მდგომარეობა არის დროებითი, მე პირადად მაქვს ეს მდგომარეობა გავლილი და ასობით ადამიანი მყავს თანახე, ვინც ეს მდგომარეობა გაიარა. რეკომენდაციები გაითვალისწინა და დღეს თავს გრძნობს შესანიშნავად. მე ყველას გისურვებ მშვიდ და პროდუქტიულ დღეს. მადლობა.